შაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით ბატონო ნინო, როგორც ყოველთვის დღესაც ვეცადეთ რომ ძალიან საინტერესო და აქტუალური თემა შეგვერჩია თქვენთან სასაუბროთ. თემა მართლაც მნიშვნელოვანია, მართლაც ძალიან საინტერესოა და ალბათ საუბარში უკვე სტუმარიც გვეტყვის, ბევრი ადამიანი ზოგადად ერიდება იმ თემებზე საუბარს. რა თემაზეც ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ. ბატონო ნინო, მე ტრადიციას არ დავარღვევ და თქვენ წარადგინეთ სტუმარი. აუცილებლად სანამ ჩვენ არაჩვეულებრივ სტუმარს წავარდგენ, ორიოდე სიტყვას ვიტყვი, რომ ზოგადად ემოციური სფერო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უამრავი დაავადების საწინდარია და ადამიანების დიდ კატეგორიას ხშირად უჭირს თავის ემოციებზე საუბარი. მაშინ, როდესაც მისი ძირითადი პრობლემა, რაზედაც ის აქცენტირებას აკეთებს, სწორედ ემოციას უკავშირდება. უამრავი ცენტრი არსებობს საქართველოში, ფსიქოლოგიური დახმარების, ფსიქოთერაპევტების, ფსიქიატრების და ასე შემდეგ. ყველა მათგანს აქვს თავისი კონკრეტული ნიშა, ყველა მათგანი დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექიმებით, ტრენერებით და ასე შემდეგ, სპეციალისტებით. თუმცა დღევანდელი ჩვენი სტუმარი გამოირჩევა იმით გამოირჩევა, რომ წარმოადგენს ცენტრს, რომელსაც ცოტა სხვა რაკურსით შეუძლია ადამიანების პრობლემების დანახვა და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად მობრძანდით ქალბატონო ნინო. მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი ნინო ოქრომჭედრიშვილი, სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრის კომუნიკაციური უნარების ტრენერი და კრიზისში მყოფ ინდივიდთან და ოჯახთან ინდივიდუალური მოდგომის ფსიქოკონსულტანტი. ძალიან საინტერესო. მოგესალმებით. დატვირთვა აქვს გაჟღერებითაც კი თქვენს პოზიციასაც და თვითონ ცენტრსაც. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ორიოდე სიტყვით მოგახსენებ ჩვენი ცენტრის შესახებ. ცოტა შორიდან მოვუვლი და ვიტყვი რა მოახდინა, ასე ვთქვათ, ინსპირაცია, საიდან წამოვიდა იდეა, რომ შექმნილიყო ესეთი ცენტრი, სადაც მრავალმხრივ დახმარებას მიიღებდნენ ადამიანები. 4 და 8, ანუ სექსოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცენტრი 4 და 8 არის ნეონეოს ესთეტიკური კლინიკის შვილობილი კომპანია და თვითონ ასე ვთქვათ ნეონეოს დამფუძნებელი არის ესთეტიკური გინეკოლოგი, რომელთანაც უკვე ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ქალბატონის მიმართავდა და ხდებოდა ხოლმე ისე, რომ და უწევდა მერე სხვა адамიანებთან ამეთი გადამისამართება, ხან სექსოლოგთან, ხან ფსიქოთერაპევტთან, სხვა დარგის სპეციალისტების ჩართულობა, იქ ანალიზები, იქ ენდოკრინოლოგი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სექსუალური პრობლემები ხშირ შემთხვევაში, ანუ როდესაც ესთეტიკურ გინეკოლოგთან მიდიხარ, შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ბევრი სხვა რაღაცებით იყოს გამოწვეული. და ამანაც გახადა, ასე ვთქვათ, იდეა გააჩინა, რომ მოდი გავაკეთოთ ესეთი ცენტრი, სადაც აი ამ მულტიდისციპლინარულ მიდგომას ერთ სივრცეში მიიღებს ადამიანი, როდესაც მოვა თავისი პრობლემით. და ზუსტად ცენტრში, როგორც ფსიქოთერაპევტები, ასევე სექსოლოგები, ენდოკრინოლოგი, ასევე კომუნიკაციური უნარების ტრენერებიც, რომლებიც კომპლექსურად უდგებით ხოლმე ადამიანის ან წყვილების პრობლემას. იმიტომ რომ ამის იდენტიფიცირება, საიდან მოდის პრობლემა, ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს მრავალმხრივი დახმარება. როგორც თქვენი პროფესიიდან ირკვევა, მე რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი გაქვთ შეთავსებული. ქალბატონო ნინო, საქმე იმაშია, რომ თუ შეიძლება, რომ ვინაიდან ჩვენი გადაცემა ჩვენი მსმენელი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ჩვენ არ ვიძლევით აქ მკურნალობაზე რჩევებს, ჩვენ უბრალოდ მივუნიშნებთ მათ მთელ რიგ კლინიკურ ჩივილებზე და ვეხმარებით, რომ ამ კლინიკური ჩივილების სწორად ამოცნობის შემთხვევაში სწორად მიაკითხონ თავის ექიმს. თქვენ გიწერიათ, რომ თქვენ გახართ როგორც ინდივიდუალურ ადამიანებთან, ასევე ოჯახურ წყვილებთან ურთიერთობის კონსულტირების გამოცდილება გაქვთ. თუ შეიძლება, აი ერთი გზა, როგორ გადის, როგორ გიგზავნიან თქვენ პაციენტებს კონკრეტულად, აი როგორც მაგალითად ესთეტიკური გინეკოლოგი, გიგზავნიან სხვა დარგის ექიმი სპეციალისტები, თუ შეუძლიათ რომ ადამიანებმა ესე საკუთარი სურვილით თვითდინებით მოდი მაშინ ბატონოთა თუ შეიძლება ორი სიტყვა გითხარით, სად არის თქვენი ცენტრი, როგორია მისი სამუშაო გრაფიკი
განრიგი? კი ბატონო, ჩვენი ცენტრი მდებარეობს მინდელის 7 ნომერში. სამუშაო გრაფიკი 10 საათიდან არის ჩვეულებრივ საღამოს 9 საათამდე და თუ შეიძლება პაციენტისაც გვიან ჭირდებოდეს კი ბატონო, ესეც არ არის პრობლემა. ანუ თავარი არის რომ ჩვენამდე მოსული ადამიანი იყოს კმაყოფილი, იმიტომ რომ ზოგჯერ სამსახურის მერეც ზოგი გვიან ამთავრებს და მაშინ ჭირდებათ ხოლმე ადამიანებს ასე ვთქვათ დრო და კი ბატონო, როგორც ასევე პირისპირ, ასევე ონლაინაც ხდება, ანუ კონსულტირება და მათი მხარდაჭერა. ეხლა ცოტა ისე მოვუვლი, იმიტომ რომ უამრავი გარემოდან შეიძლება ადამიანები მოვიდნენ შენამდე. ჯერ ერთი რომ ძალიან ხშირია ჩვენ შემთხვევაში, რომ ადამიანი ძალიან ცუდად გრძნობს თავს, ანუ აი გამძაფრებული შფოთვებით, ან დეპრესიით მიმართავენ ხოლმე სპეციალისტებს და მე აქ იწყება უკვე სიღრმისეულად კვლევა იმისი, რამ საიდან მოდის პრობლემა. კი ბატონო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ექიმების ესე ვიტყვი გარეშე მიმართავენ ხოლმე ამ ფსიქოტროპულებს ან დამამშვიდებლებს და რეალურად კი ბატონო პირდაპირ შეიძლება ფსიქოთერაპევტთან კი ბატონო აქაც ძალიან ისეთია რა, იმიტომაც არის ინდივიდუალური ყველა პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები რომლებიც მოდიან შენამდე შეიძლება სულაც არ იყოს, ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ წარსულიდან მოვდივართ და თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს ეხლა ის გამოცდილებები რაც მოყვება და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ტრამვული გამოცდილებებით ადამიანები რა, ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუნდაც ჩვენ იმ გარემოში ან ვინმეს არ უყვარდით, ცოტა ისე მოვუვლი რა, ოჯახს აქვს ძალიან დიდი როლი ადამიანის ფსიქიკის ჩამოყალიბებაში და ფორმირებაში და ძალიან ხშირად რაღაცეებში რომ ურთულდებათ ადამიანებს ცხოვრება, ვერც კი ხვდებიან და ვერ არქმევენ სახელს საიდან, რატომ ემართება ეს რაღაცეები. და ასევე არ არის შეიძლება ტრამვული თუნდაც ძალიან მძიმედ, ხშირად არის ხოლმე აი იმ როლ მოდელების გადმოტანა თავიანთი ცხოვრებისეულ გამოცდილებებში, როგორი მაგალითებიც ჰქონდათ. ოჯახიდან იმ გარემოდან, სადაც ტრიალებენ და ხშირია, რომ საერთოდ თერაპია კი არ მჭირდება, უბრალოდ განვითარებაზე, ჩემს საკუთარ თავში, განვითარებაზე ზრუნვა მჭირდება და აქ უკვე მე შეიძლება ტრენინგი, შეიძლება ინდივიდუალური კონსულტირებით ადამიანებმა გაიმაღლონ ცნობიერებმა და საკუთარ თავში შეცვალონ რაღაცეები, იმიტომ რომ ესე ხდება ხოლმე, რომ ყველაზე მარტივია იმ გარემოზე ან სხვა ადამიანებზე, ესე ვთქვათ, გადაბრალება რაღაცეების, რაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი ის რო არ მომართნო და მე რო იმ ოჯახში არ დავბადებულიყავი, ან აქ რომ არ მომხდრილიყავი და საკუთარ თავზე ცოტა ნაკლებად ფიქრობენ ხოლმე, რომ მე რა შემეძლო სხვანაირად გამეკეთებინა, რომ უფრო უკეთესი დაუშვათ მომავალი მქონოდა, ან უფრო უკეთესად მეგრძნო თავი. იმიტომ რომ ორი მიდგომა არსებობს ამ ცხოვრების მიმართ, ხო? ერთია რომ ან ჩემს საცოცხლო ენერგიებს ისეთ ქმედებებში ხარჯავ, რომელსაც რაზეც გავლენის მოხდენა არ შემიძლია და მეორე ქმედება არის, რომელიც ვიმოქმედო, იმიტომ რომ ყველაზე დიდი გავლენა ადამიანებს ჩვენ საკუთარ თავებზე შეგვიძლია, საკუთარი თავის შეცვლით შეგვიძლია ის გარემო შევცვალოთ, სადაც ჩვენ ტრიალებთ. ან რისი შეცვლაც არ შეგვიძლია, მას მოვერგოთ. მორგება არ ქვია მაგას, ნახე, უყურენ, როდესაც აი ხა მოდი ესე ვიტყვი რა, ემოციური ინტელექტზე დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ სპეციალისტები, ხო? ემოციური ინტელექტი ეს არ არის რაღაცა ერთი კომპეტენცია ან უნარი. ეს არის აი დიდი თაიგული სხვადასხვა ყვავილებით, რომ შეკრა ძალიან დიდი ლამაზი თაიგული, ესე შევადარებ ხოლმე, ხო? ანუ სხვადასხვა ყვავილი, იმიტომ რომ სხვადასხვა კომპეტენციები და უნარები ჭირდება ემოციურ ინტელექტს და აქ ზუსტად ეს თან ეს პროცესი არის გონებრივი ინტელექტისგან განსხვავებით, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლია ადამიანს გამოიმუშაოს. თუ იმუშავებს საკუთარ თავზე და თუ სადღაცას მე მიჭირს ან კომუნიკაციაში, თუ სადღაცას მე მიჭირს ჯერ საერთოდ სახელდება ემოციების, იმიტომ რომ პატარა მაგალითს მოვიღო, ან ამის წინათ რაღაც პროცედურა გავიკეთე სახეზე და ჩემი კოსმეტოლოგი მეუბნება, რომ აი როგორ ერთი თქმა გჭირდება, რომ რა დავშოთ გაბრაზდი და როგორ სახე უნდა მიიღო, ან შეიზიზღე ახლა რაღაც და მაგაზე აი მე რატო ვერ ხვდებიან სხვა ადამიანები ამას, იმიტომ ვერ ხვდებიან მეუბრუნდი და მეუბნები, რომ იმიტომ რომ არ უღრმავდებიან საკუთარ თავს. აი ახლა მე ამ წუთას რას გრძნობ.
აი ბრაზის დროს რა გრუგსხეულებრივი ესე ვთქვათ ან როგორი მიმიკა მაქვს არც კი ვუღრმავდები საკუთარ თავს და ემოციური ინტელექტის განვითარება ხო თვითცნობიერებით იწყება და თვითცნობიერება არის რომ მე ჩემს ემოციებს ვუღრმავდები ვარქმევ სახელს ვიცი რა გრძნობები მაქვს რა არის ჩემთვის ღირებული რის იმჯერა და მწამს ამ ცხოვრებაში რა მიზნები მაქვს ყველაფერი ერთობლივად ჯერ ჩემი თავი უნდა ვიცოდე რომ მე შევძლო მე სხვა ადამიანების ამოცნობა მიღწევა როგორ ხდება ამის მიღწევა როგორც ინდივიდუალურადაც შეიძლება კონსულტირებაზე ასევე ტრენინგების სახით რასაც ჩვენ თავაზობთ და ტრენინგები იმით არის განსხვავებული კიდევ ანუ ინდივიდუალური მუშაობისგან იმიტომ რომ ჯგუფურად იქ სხვა ადამიანების გამოცდილებებიც არის იქ შეიძლება შენ საკუთარ თავზე არის საუბრო მაგრამ იქ როლურ სავარჯიშოებში წარმოსახვით სავარჯიშოებში გაიაზრო თუ როგორ მოქმედებს დაუშვათ ეს რაღაცეები ადამიანებზე და რა არის იქ სწორი ერთია ნახეთ უყურა რას ვიტყვი მაგალითისთვის მოვიყვან მეწონოთ რომ აი მაგალითად ავიღოთ ბავშვის აღზრდა და ხშირად მოსულა მშობელი და უთქვამს რომ აი ნინო ხო ვიცი რომ ეხლა ეს თმას რომ წამა დავაწიწკნი ეხლა ამას ვიცი რომ ეხლა ეს არ შეიძლება და ძალადობა არის და რა ვქნა რო არ ესმის სხვანაირად რა გავაკეთო აი ამ ერთია რომ შეიძლება ადამიანმა იცის რომ ეს ძალადობაა ერთხელ უთხრა ორჯერ უთხრა სამჯერ უთხრა ოღონდ არ უთხრა სწორად 5ჯერ 6ჯერ და ბოლოს რა გააკეთა მშობელმა მივიდა და ისევ ჩვეულ ხერხს მიმართა მოწიწკნა თუნდაც თმები ან მოჯუჯგნა რომ დაჯექი ეხა მე რაც გითხარი ის გააკეთე ამიტომაც ეს არის რეალურად ტრენინგების სხვადასხვა თემატიკიდან გამომდინარე გაძლევს საშუალებას გაიაზრო რა არის სწორი რა მუშაობს ადამიანებზე და თან თავისთავად მე ინდივიდუალურადაც მიუდგა, იმიტომ რომ ყველა ბავშვი ინდივიდია. აი, ხშირად უთქვამთ, რომ აი ერთი დედი მე გავაჩინე და განსხვავებულები არიან და ხო რის გამო არიან განსხვავებულები, ხო? აბსოლუტურად მithქვამს, რომ აი იცი რა არის, აი შენი გარემო როგორი იყო, დაუშვათ როდესაც პირველ ბავშვს აჩენდი, მზად იყავი თუ არა ამისთვის, საერთოდ გინდოდა თუ არა ეს ბავშვი, ანუ აი ეს ყველაფერი აბსოლუტურად მოქმედებს ხოლმე. რა ასაკში გააჩინე ხო რამდენად ვინ გაზარდა რამდენად იყავი შვილის ცხოვრებაში ჩართული კი ბეტონო უამრავი ფაქტორი არის რაც არის გასათვალისწინებელი და აი ზუსტად ემოციური ინტელექტი ყველა იმითი აი თვითცნობიერებით რეგულირებით მე როგორ ამოვიცნო სხვა ადამიანები რას გრძნობენ რა ჭირდებათ როგორ ვმართო ჩემი ემოცია როდის ვმართო როგორ შევუქმნა ისეთი გარემო რომ თუ კი რაიმე მინდა ადამიანს გავუზიარო ანუ როგორ გავუზიარო ეს რაღაცები ისე რომ კონფლიქტი ავირიდო თავიდან და ამას კომპეტენციები ჭირდება ხოლმე აი როდესაც შვილს ზრდი მე ისე შვილიშვილს ხშირად არ ექცევი არა რა თქმა უნდა ხშირად კი არა მე მგონი აბსოლუტურად განსხვავებული გიგროვდება შეიძლება მე ხშირად მიფიქრია ხოლმე რომ აი შვილიშვილთან ურთიერთობის მომენტში შემიძლია იმდენი რამე დავთმო და იმდენი რამე არ მიშლის ნერვებს რაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს მიშლია თუ კიდევ იგივე ჩემ შვილთანაც მაგრამ ეს არ ვიცი ეს გამოცდილებაც არის და მაინც უფრო ცოტა სხვანაირად უდგებიან ბებია ბაბუები ან პაპები მოდი ესე ვიტყვი მე კახელი ვარ წარმოშობით და უფრო პაპას ვიტყვი ხო მე პირველად ჩემი დიშვილი როდესაც დაიბადა ის საკუთარ მაგალითზე ვიტყვი მეგონა რომ მამაჩემს ჩვენ არ უყვარდით არც ერთი შვილი იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული იყო მასთან ურთიერთობაში რეალურად პატარა ბავშვი ხდებოდა ანუ მასთან ერთად და ჩვენ ძალიან ისეთი მკაცრი ყველა სიტყვას ვაკონტროლებდი ხოლმე ჩემს თავში რომ რამე ისეთი არ მეთქვა რომ მამას დაუშვათ ცოტა სხვანაირი რეაქცია ქონდა სხვანაირი როგორი რა უბრალოდ მისი თვალების გადმობრიალებაც ამ დროს რაღაცა რო არ მოეწონება ჩემთვის იყო ეს საკმარისი კი ბატონო მაგრამ მას უფრო გაცილებით უფრო მეტი უფლებები ქონდა ვიდრე სულაც ჩვენ ხო რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში კიდე ერთს ვეტყვი რომ ძალიან ხშირად ბებიები და პაპების ან ბაბუებიც შეცდომებს უშვებენ ხოლმე ცოდავენ რა კუთხით რომ ცოტა უხეშად ერევიან ხოლმე ესე ვიტყვი მშობლების კომპეტენციაში კი ბატონო ძალიან დიდი როლი აქვს იცით როგორ არის იცით არ ვიცი ამდენად გამომდის მაგრამ მართლა ვცდილობ რომ არ ჩავერიო არა მე ვცდილობ რომ არ ჩავერიო მაგრამ კიდე მეორე რამე მშველიც არასდროს სახში არ ვარ ხო აი ნახე როგორ შეიძლება მართლა მშობელი იმ დროს ხდება და შეცდომას უშვებს აღზრდაში კი ბატონო ოღონდ ამ დროს მოდი შემოგევლე მოდი მიხواره არა არა ბოწარება დამსახურა თქვენმა გულზე მოხდა ბევრს
ხო, ის რა ქვია. ხო, ეს არის ხო, შემოგევლე, მოდი მე ჩემო სიცოცხლე ამ შემთხვევაში ბებია და პაპა რა თქმა უნდა ვიტყვი რომ დასჯაც ცოტა დასჯა განსხვავდება დისციპლინისგან და ესეც კომპეტენციები არის მშობლების, რომელსაც უნდა ჩვენს ცენტრში შეუძლიათ მშობლებმა განივითარონ და გამოიმუშაონ, იმიტომ რომ დისციპლინა მოიცავს ესე ვიტყვი ავტორიტეტულ დემოკრატიულ აღზრდას, რომ მე შემიძლია, ანუ ჩემ შულთან ისე ვურთიერთობ, რომ არც ვუზღუდავ რაღაცებს, მაგრამ მან იცის რა არის ნორმა, რა არ არის ნორმა, უპირობოდ მიყვარს ჩემი შვილი, სიყვარულში იზრდება, რასაც ქვია, მას შეუძლია, რომ გათვალისწინება სხვა ადამიანებისაც, ასწავლის ამას თავიდანვე მშობელი სწორად. სწორ მხარდაჭერას ახდენს, პატივსებს მის ინტერესებს, პიროვნებად აღიქვამს უკვე, რაც დანარჩენი სამი აღზრდის სტილისგან განსხვავდება და ის სამივე არის არასწორი. არა, რა შესაძლოა და დისციპლინა რო ახსენეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დისციპლინა ჯაშისგან განსხვავდება. ეუბნები, რომ დისციპლინა დაიცვას, ჯერ უნდა დააწესო ეს დისციპლინის ნორმები. აი ხა რო აშავებს და უშოთ რაღაცა ეტყობა, ეს არ შეიძლება, მან ხომ არ იცის რა შეიძლება. ამიტომ ეს ძალიან უცნაური ამბავია, რომ მითითების მიცემის მომენტში ჩემი აზრით აუცილებლად უნდა გაითვალისწინო შენ წინა პირობა რა ქონდა მითითებამდე, იცოდა თუ არა მან, რომ კონკრეტულად დავუშვათ არ შეიძლებოდა, რომ ეს ნივთი გადაეგდო. ხო, მაგრამ ვიღაცისგან ხო უნდა გაიგოს ეს რო არ შეიძლება. მე მგონია რომ უნდა არსებობდეს რაღაც გარკვეული ჩარჩო. ხო, ეხლა ნახეთ რა არის, რომ აი მასეთ ავტორიტეტულ დემოკრატიულ ოჯახში რეაგირება, რა თქმა უნდა, კეთდება ქცევის მერე. ოღონდ კი არ ისჯება ბავშვი. ხდება ახსნა, რომ აი ეს დაუშვათ ეხლა ამას რო გავტეხმე, აღარ გვექნება ამაში უამრავ ფულს ხარჯავთ, დაუშვათ და ანუ რაღაცა მომენტში ხო რეალურად მე ის ფული, იმიტომ რომ ისევ თავიდან უნდა დავაგროვო ეს ფაქტი. რა თქმა უნდა, თუნდაც შენთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს და იმიტომ ეხლა რა ინტერესებს შიგნით რა თქმა უნდა ეს არის, ანუ რა ვიცი, არ ვიცი ეხლა თან მაინტერესებს, ესეც ხო განვითარების ეტაპი არის, იმიტომ რომ ეს გადაგდების ფაზა ესეც განვითარების ერთ-ერთი ფაზა, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს, რომ აი აგდებს და მოწონს ეს როგორი ხმა აქვს ამას, დაუშვათ ის როგორ იმსხრევა, ესეც ეტაპია განვითარების. შიგნით რა იქნება? ხო, და ამ საზიანო ნივთები ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თუ რაღაცა არის ისეთი აკრძალვები საერთოდ მოდი ესე გეტყვით, რომ არ მუშაობს. არა, არასდროს არ მუშაობს, ზუსტად ვიცი რომ არ მუშაობს. მშობლობას და პოზიტიურ კომუნიკაციასაც ჭირდება ცოდნა. არ წაიქცე და როეუბნება, აი მიაძახებს მშობელი ბავშვს არ წაიქცევა და მაშინვე იქცევა. რატო ხდება? იმიტომ რომ ადამიანების ფსიქიკა არა ზრდასრულებშიც გეთანხმები. ქმარს რომ მიეძახებენ პარტნიორს არ დალიო და გადაგიდებას რომ მოიყვანეს სახში და მოსოლინე ასავი ნაბახუზები აბრალებს ცოლს და ეუბნება რომ შენ რომ დილას დამომაძახე არ დალიო. აი ამიტომ დავლიო. არა მართლა ესე არის. ანუ აი ჩემი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ერთი სამსახურიდან ესე იყო. ოქრომჭედლიშვილი არ დააგვიანო და მოუბრუნდებოდი რომ ვაიმე ხა უკვე დამთარსე მეთქი ვეტყოდი. იმიტომ რომ მართლა ესე მეორე დილას აბსოლუტურად ყველაფერი დამემართებოდა, ან წყალი არ იყო, ან შუქი არ იყო, ან რა ვიცი მე რაღაცა ყველაფერი შეიძლებოდა ხო მომხდარიყო და მართლა დამაგვიანდებოდა. რატო? იმიტომ რომ საერთოდ ჩვენი ფსიქიკაა ესეთი მოწყობილი, რომ ვერ ეგუება აკრძალვებს. ანდაზეც ხო გვაქვს ესეთი აკრძალული ხილი უფრო გემრიელიაო რა. საერთოდ ამასაც ცოდნა ჭირდება, რომ პოზიტიური კომუნიკაციით ჩავანაცვლოთ კომუნიკაცია, იმიტომ რომ ბავშვს აი როეუბნები დაუშვათ არ წაიქცე, არ ჩაიდო პირში, არ გატეხო, პირდაპირ ეუბნები მის მეგონებას კი ბატონო გასინჯე, კი ბატონო წაიქეცი, კი ბატონო გატეხე. არა რატო ვეუბნები რომ წაიქეცი? მოიქცევა პირის. არაფერი არ მოხდა. ფსიქოლოგია მაინტერესებს უბრალოდ. აი ბავშვის ფსიქოლოგიას მე მოგყვებით არ გატეხო, დაუშვათ ხო? გატეხავს. აი გატეხე. იხურებს და გატეხავს. გატეხე რო უთხრა? მაშინაც გატეხავს. მაშინაც გატეხავს. კი ბატონო. ამიტომ პოზიტიური კომუნიკაცია რა არის? რა გააკეთოს ის უთხრა, რომ ფრთხილად დადე მაგიდაზე დაუშვათ ეს ნება. აი მაგასთან დაკავშირებით მაგერთხელ ნიკოს უთხარი, რომ რაღაც გარდაუვალი გააუცილებლობა იყო, რაღაც კონკრეტული რაღაცის გაკეთებას სწავლოთ და უთხარი, რომ ის რაც აკეთებთ ხო, იქნება ამით სიამოვნება ისწავლოთ ხო და აი ბედნიერად მიიღოთ ხო რა შენი წასაკითხი, წაიკითხე და ამით ბედნიერება მიიღეთ ხო და სულ რამოდენიმე საათში ძალიან კარგ სათამაშოს ნახე რომ აფუჭებდა და უთხარი რომ ფეო რა ბედნიერი სახით აფუჭებთ ხო და მითხარ შენ ხო მითხარი რაც მოგწონს იმის გასიამოვნება უნდა ისწავლო ანუ სულ პატარა იყო ანუ
თავისებურად ეგაც გადაათამაშა ხო ეს არის, ნახე, თემა. შესაძლებელია, მაგრამ ინტერესი რო აქვს შიგნით რა არის, ეს არის ძალიან კარგი რამეა, მეც თუნდაც მგონი. ისეთი რაღაცა სათამაშოები მოუტანო, რაც მე მომავალში თუნდაც მისგან შეიძლება კარგი ქირურგი გამოვიდეს, ან კარგი კარგი კონსტრუქტორი. მანქანები, ხო, ანუ რაღაცა მსგავსი რა, ანუ ეს თავიდანვე მის ინტერესს მივცეთ პატივი რა, ანუ იმიტომ კი არ ტეხავს ერთია რომ სათამაშოსთან დამოკიდებულებას თუ არ ვასწავლი და არ ვიცი როგორ უნდა მოვიხმარო ეს ნივთი გავტეხ. მაგრამ მეორე არის ის გამოვძვრები შიგნით, აი ვშლი, იმიტომ რომ მაინტერესებს შიგნით რა არის. ესეც იმან გატეხვა რას ნიშნავს, მისთვის ეს შეცნობის მომენტია. მაგრამ ესეც რომ თუნდაც იგივე რომ წეღარო ვთქვი რომ არ წაიქცეს მაგივრად ვუთხრა რომ ანჯერ რატო ვაუბნები რომ საერთოდ თუ საფრთხოა ჩვეულებრივი გზა არის, ვიწავიდეს თავისთვის რა, საერთოდ რომ არაფერი არ ვუთხრა და მივსდიო კუჩი და თუ ხედავ რომ რაღაცა არის საფრთხეები, გზას ხო ვუყურებ ან ორმოები ან რაღაცები უბრალოდ ვუთხრა რომ ფრთხილადი არის. ეს არის პოზიტიური კომუნიკაცია და არა მარტო ბავშვებთან ყველა ჩვენ საკუთარ თავთან ურთიერთობაშიც კი როგორ კომუნიცირებ და ჩემს ზოგიერთ გონებას რა მესიჯებს ვაწვდი, ამასაც კი აქვს მნიშვნელობა რა. ამიტომ აზროვნება პოზიტიური და ასევე კომუნიკაციის გამომუშავებაც ერთ-ერთი ნაწილია ემოციური ინტელექტის, ესე ვიტყვი. იმიტომ რომ ემოციური ინტელექტი ეს ასერტიული კომუნიკაცია, პოზიტიური კომუნიკაცია ძალიან დიდ როლს ასრულებს. იმიტომ რომ რეალურად იმიტომ ქვია კომუნიკაციური უნარების ტრენერი, იმიტომ რომ კომუნიკაციაა ყველაფერი. ჩვენ ჯერ ემოციას შევიგრძნობ და ამ ემოციის მერე მოქმედებთ ხოლმე ადამიანები, ხო? ანუ ოღონდ არ უღრმავდები თუნდაც რამდენად სწორად გამოვხატავ. ან ისე გამოვხატავ, როგორც მასწავლა ცხოვრებამ. არ მყოფნის, არ ვიცი სხვანაირად როგორ უნდა გამოვხატო და აქ საკუთარ თავზე მუშაობა, ეს არის პროცესი, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეუძლია ადამიანმა გამოიმუშაოს და ასევე მთელი ცხოვრება იმუშაოს იმისთვის, რომ უფრო მარტივი იყოს და უფრო სასიამოვნო იყოს ის ურთიერთობები. ეს ყველგან გჭირდება აბსოლუტურად ყველა სფეროში. ბიზნეს სფეროში ვმუშაობ, საკუთარი ბიზნესი მაქვს, გაყიდვებში ვარ, ეს მიდგომები ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, წყვილთან, შვილთან, დედამხილთან, ყველას პაციენტთან, კი, ვიღაცა ხდება საყვარელი ექიმი და ენით შეიძლება ისეთი გამოხვიდე იქედან, რომ კი, რა თქმა უნდა. ენით მოგარჩინოს ადამიანმა და შეიძლება რომ საერთოდ აღარ მიხვიდა იმ ექიმთან. რაც არ უნდა ძლიერი რაც არ უნდა სპეციალისტი ძლიერი სპეციალისტი იყოს. ჯერ მოდი ესე ვთქვათ, რომ ძალიან ხშირად მქონი, მეც მქონია შემთხვევა, რომ შესუხარ და ექიმი ზედ არ გიყურებს და პირდაპირ ესე გეკითხება. აქ უკვე ირღვევა შენი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოება, იმიტომ რომ შენ არ შეგამჩნიეს, არ გაღიარეს, ყურადღება არ მოგაქციეს. უკვე სხვა ხდება იმ ადამიანისთვის. ამიტომ ის რომ ჯერ თავიდანვე ვინ მოვიდა, რა ემოციით მოვიდა, თვალით კონტაქტი დავამყარო, აი ეს უქმნა ეს კეთილგანწყობილი გარემო, ესე ნდობა მოვიპოვო, რა თქმა უნდა, წარმართო ეს დიალოგი და აქ არ დავიწყო ამის აკრეფა პირდაპირ კომპიუტერში რო იწყებს რაღაცას. ამიტომ ანუ ექიმი რომელიც საერთოდ ზედაც არ გიყურებს, აღარც იმის დანიშნული წამალი გინდა და არაფერი აღარ გინდება აბსოლუტურად. ამიტომ ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია სწორი კომუნიკაციით, ყველა გულახდილი საუბარის გამოწვევა, ნდობაში შესვლა, კი ბატონო, ეს არის კომუნიკაციის ხერხები. შენთან ნინო ექიმო, ჩემი პრობლემა, შენი პრობლემა უნდა გახდეს. აი ეს 15 წუთი რაც როცა მელაპარაკები. არა, ის 15 წუთი მაინც სანამ მე გიყვები იმას თუ რა მაწუხებს. ეს შენიც უნდა გახდეს ეს პრობლემა. თუ ეს არ და აქ მე კიდე არის რომ ძნელია მის. ნახე როგორც სმენელს და ტელემაყურებელს ვერ მოატყუებ. მასე პაციენტსაც ვერ მოატყუებ. ის გძნობს. ნახე მაგ არავერბალური ყიდის ხოლმე ბატონო თარ ესე ხდება ხოლმე რომ როდესაც აქტიურად უსმენ ადამიანს იმის და მიხედვით იცლება სახეზე შენი მიმიკა და ემოციაც. და თან თავისთავად თვალით კონტაქტი არიან და ანუ ეს ვერბალური რაღაც მანიშნებლები თუ რაღაცა მეცხოვისებრები ანუ მასთან ერთად განვიცდი რა თქმა უნდა იმას ვირეკლო თუ აქტიურად ვუსმენ თუ არა და ეს ზედაპირულად ზუსტად ამით კითხულობს ხოლმე ადამიანი რომ რაღაცის გაყინული სახით რაღაცა ამას არ ესმის ჩემი ახლა ისთვის ვლაპარაკობ საერთოდ რომ ვლაპარაკობ და ძალიან ხშირად საერთოდ კარგავენ ადამიანები სურვილს რომ ილაპარაკონ ამიტომ ეს კომუნიკაცია არ არის მარტო სიტყვიერი კომუნიკაცია იწყება არავერბალურით, აი ამ ფიზიოლოგიით ჯერ საერთოდ როგორ გამოვიყურები და აი ამ დავაიდენტიფიცირო ვინ არის საერთოდ რა თქმა უნდა წესრიგებელი
სხვათა შორის აუდიალური მახასიათებლებით ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად როგორც წერით ვერ იგებ რა დაგიწერა იქ იმას შეიძლება რაღაცები ისე ჩქარა გითხრას ისიც ვერ გაიგონდ რომ ადამიანები რა თქმა უნდა ადამიანები ხო მარტივი ენაც სამნიშნულოვანი არის რომ მარტივად მივაწოდოთ ხოლმე ადამიანებს ინფორმაცია და ანუ ზუსტად ტრენინგებზე მაგის საშუალება ის იძლევა იმიტომ რომ ნახეთ ტრენინგი რის საშუალებას გაძლევს კიდე რომ ავლება ფაქტიურად ტრენინგიც განვითარება და ჩვენ გარესამყაროდან გრძნობათა ორგანოებით აღვიქვამთ ინფორმაციას და ამ აღქმაშიც ჩვენი წარსული გამოცდილებებიც იღებენ მონაწილეობას და წმენა შეხედულებებიც რაც გვაქვს და ანუ გარესამყაროდან ხუთი გრძნობათა ორგანოებით აღვიქვავთ ხოლმე ინფორმაციას და თავისთავად ამ აღქმებშიც ზუსტად აი ჩვენი წარსული გამოცდილებები ძალიან დიდ როლს თამაშობს და ასევე ის რწმუნებულებები რაც მე მაქვს აი მაგალითისთვის რო ვთქვა უფრო მარტივი რო იყოს მსმენელისთვის რას გულისხმობ ოდესღაც თუ დაუშვათ ჩემ კლასელ დაუშვათ ბიჭებს გამოუწვევი ვარ აი ესე საჩხუბრად ქუჩაში რო ვიღაცას მხარით დამეჯახოს იმიტომ რომ ჩემი წარსული გამოცდილება ესეთი იყო რომ აი ესე მიწვევ მიჭო მოდი აქ და ანუ იმასაც შეიძლება მოვაბრუნო აბსოლუტურად შეიძლება ადამიანი ტელეფონში ჩამძვრალი იყოს ვერ დაგინახოს და დაგეჯახოს ამის გამო შეიძლება ხელჩართულ ბრძოლაში ვის დაეჯახი ხო შენ მის გაკარი მხარი და რა თქმა უნდა გაირთულო ცხოვრება აი ესე დონეზე აი ესე მოქმედებს ის ჩვენი ასე ვთქვათ წარსული გამოცდილებები და ერთ-ერთი მოვლენა სხვადასხვანაირად შეიძლება ადამიანების მიერ იყოს აღქმული და ასევე ამ აღქმის მე ამ ინფორმაციის აი ჩვენი გონების და ჩვენი ტვინის უნიკალური შესაძლებლობით ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება, დახარისხება, შენახვა და აღდგენა და აი სწავლების პროცესში და აი ამ ინდივიდუალური თუნდაც კონსულტირების პროცესშიც თუ სპეციალისტი აი ამ ყველაფერს ერთად რთავს ანუ ყველა გრძნობათა ორგანო იღებს აქ მონაწილეობას, გაცილებით უფრო დიდია ხოლმე შედეგიც, იმიტომ რომ 90% მიაქვს შენგან, როდესაც გადის ის ადამიანი და აი ზუსტად ტრენინგიც სამის საშუალებას აძლევს უყვები რაღაცეებს, აჩვენებს სლაიდზე, უნდა შეიძლება რაღაცა ამონარიდებიც აჩვენო, თავად შენს ესაუბრები უყვები, ჩართულობა მათი მაქსიმალურად ის შეგრძნებებით აი ამ თუნდაც როლური, წარმოსახვითი, ასე ვიტყვი, ხო თემატური სავარჯიშოებით დატვირთული ტესტებით და ასე შემდეგ. შეადგინა ქალბატონი. არსებობს საერთაშორისო გაიდლაინებით ფსიქოლოგიური ტესტები, რომელიც გაიდენტიფიცირებინებს საკუთარ თავში, ასე ვთქვათ. ავსებენ ამ ტესტებს თუ როგორ? კი, ამ ტესტებსაც ავსებენ და თვითავისია ეს მათია, იქ შეიძლება არც თქვას რომ აი სადღაც აი ეს მე აქ მაქვს პრობლემა და უშუალოდ ეს არის ჩემი პრობლემა, თუმცა მან უკვე იცის, ამით რომ განსაზღვრავს, რომ ნაწილზე უფრო მეტი აქვს საკუთარ თავზე სამუშაო. ხო, შეიძლება იქ იყოს ჩამონათვალში ისეთი რამ, რაზედაც თვითონ ყურადღება არ გაუმახვილებია. არ გაუმახვილებია, ხშირად არც უფიქრიათ, კი ბატონო. ერთს ვიტყვი, რომ აი ნეიროლინგვისტურმა ფსიქოლოგიამ დღეს უკვე არსებობს, დადასტურებული ფაქტია და არსებობს ესეთი ინსტრუმენტიც და ამბობენ კი არა არის, რომ თითოეული ადამიანის გონებაში აი ეს ცვლილებების დონეები, ცვლილებების შრეები, ესე ერთი და იგივე თანმიმდევრობით არის განლაგებული და აი რომელ შრეზე, ანუ ვიტყვი რომ არსებობს მოდელი, ფსიქოემოციური გარემო, ამ გარემოს ქვეშ არის ქცევას მოყვება ხო ის კომპეტენციები და უნარები, რაც აქვთ ადამიანებს, ამის მერე არის რწმენა შეხედულებების ქვეშ მოდის ღირებულებები, მე არის ის როლები, მე იდენტობა, საერთოდ ვინ ვარ, ქალი ვარ, კაცი ვარ, თუ მე რომელი მინდა რომ ვიყო, ესეც ჩემი არჩევანია და როლი უამრავი გვაქვს ცხოვრებაში, არის რომელიც მე არ ამირჩევია რომ დავაბადებულიყავი და უშუალოდ ნანეს და ილიას ოჯახში და საქართველოში ეს მე არ გადამიწყვეტია, გადაწყვიტეს ჩემმა მშობლებმა და ამ სამყარომ რომ მოვლენილიყავი საქართველოში და მათ ოჯახში თავისთავად და შვილი რო ვარ ეს ჩემი არჩევანი არ არის, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია რომ მე ვირჩევ თუ სამყარო მომანიჭა ეს როლი, ამის გაცნობიერება რომ რისთვის ვარ მე, ანუ მისიამდე ცოტა ნაკლებად ჩადიან ხოლმე ადამიანები და რომ გაიაზრებ რისთვის, რომ მშობელი რო ვარ, რისთვის ვარ და თითოეული ადამიანი რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ საკუთარი თავებისთვის. თითოეული ჩვენგანი უბრალოდ არ ქმევ, მაგრამ რეალურად ყველაფერს ვაკეთებთ საკუთარი თავებისთვის და აი ამ დაბლა შრეებში ცოტა ნაკლებად ჩადიან ხოლმე, ძირითადად იჭედებიან
არასწორ წმინდა წარმოდგენებში და კომპეტენციების ნაკლებობაში, იმიტომ რომ ადამიანები ისეთ ქცევას ავლენენ და კომუნიკაციაც ხო ქცევაა, ხო? ისეთ კომუნიკაციას ვამყარებ, რომლითაც მე ვქმნი იმ ფსიქოემოციურ გარემოს თავისთავად და აი ეს არასწორი მიდგომები, რომელიც გაღიზიანებას, გაბოროტებას, წყენას, თვითშეფასებაზე რომ მოქმედებ ადამიანისაზე, თავისთავად აი ესეთ ნეგატიურ ემოციებს აღვიძებ და ესე ვიტყვი რომ თავდაცვის საუკეთესო საშუალება რა არის მე ადამიანებისთვის თავდასხმა და აქეთ გესხმის თავს და როგორ ესეთ შეკითხვა მექნება ნახეთ კრიზისში მყოფი ინდივიდი აი როგორ უნდა მივხვდე მე რომ კრიზისში ვარ და თქვენ უნდა მოგმართოთ რთული ურთიერთობები, მუდმივი კონფლიქტები, ცუდად ყოფნა, ესე დროს არაფერი რო აღარ მაბედნიერებს, სახში მისვლა რო არ გინდა თუნდაც, ან სამსახურში რო არ გინდა მისვლა. ანუ ხშირად არ უღმავდებიან ხოლმე საკუთარ არ თუ ცუდად ვარ. შეიძლება მივიდეს ექიმთან, რა ვიცი, აი თავბრუსხოვები მაქვს, უძილობა მაწუხებს, ყველაფერი მტკივა, შეიძლება ანალიზები გაიგე და არაფერი არ მიხარია, კი ბატონო. ყველაფერი მეზარება, იძულებით რო აკეთებ რაღაცებს, აქ არის სიღრმეში დასაფიქრებელი, რა იწვევს ამ პრობლემას, აი როგორც სიცხე რო გაქვს და იკვლევ პრობლემას საიდან მოდის დამწევს კი არ დავლიო მარტო ვიკლიო საიდან შეიძლება ანთებითი პროცესი სად არის რომ მე იმ კონკრეტულ ანთებით პროცესზე მოვახდინო ასე ვთქვათ ფოკუსირება და ის მოვარჩინო რომ საბოლოო ჯამში განვიკურნო და ადამიანების ფსიქიკა ისეთი საინტერესო რამეა მოდი ესე ვიტყვი მაგრამ თითოეულ ადამიანს შეგვწევს უნარი რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ და ზუსტად ეგ არის რომ ერთ-ერთი ტრენინგის დროს იყო ზუსტად და მე მთხრა მენეჯერების ტრენინგი მქონდა თან და ვამბობდი რომ მენეჯერობაც აი სამსახურზე გადავალ ცოტა ვეუბნებოდი რომ სოციალური პასუხისმგებლობაც არის მეთქი სამსახურთან ერთად იმ საქმის ეფექტიანად კეთებასთან ერთად რომ ვიღაცა ნაადრევ ქორწინებას გამოგლეჯო ვიღაცა დაუშვათ ქუჩას იმ კრიმინალს ან ალკოჰოლიზმს ან ნარკოტიკზე დამოკიდებულებას და თავისთავად აპოვნინო თქო და მაის არის რა ორი წუთი გვაქვს კი ბატონო მის რა ქვია თუნდაც ვეუბნები რომ აი ერთ-ერთმა გარდაბნის რაიონში ამოვიკითხე ტრენინგის დროს რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა გოგონამ დაამთავრა საავიაციო უნივერსიტეტი და დასაქმდა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საავიაციო იმაში რა ქვია კომპანიაში პილოტად და ამ გოგოს რომ დაეჯერებინა რომ რა ვიცი ახლა მე ყარაჯალაში დავიბადე და ყველა ადრე ხოვდება და რა ვიცი ყველა მიწაზე მუშაობს და მწვანილები და ბოსტნეულის მეტი არაფერი არ არის ჩემი საქმე ეს გოგო შეცვლიდა თავის ცხოვრებას, მაგრამ ამ ადამიანმა იმოქმედა, იმუშავა საკუთარ თავზე და მიაღწია საკმაოდ დიდ წარმატებასაც. ამიტომ თითოეულ ჩვენგანს თუ საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით, ვიმუშავებთ სპეციალისტებთან ერთად, ვიმუშავებთ საკუთარ თავის განვითარებაზე, იმიტომ რომ მარტო ერთმერცხლას გაზაფხული ვერ მოყავს ხოლმე. ხშირად ჭირდება დახმარება, გააზრება იმისი რა არის ნორმა, რა არ არის ნორმა, ან რა არის სწორი კომუნიკაცია, ან რომელია სწორი ქმედება ესეთ დროს, რომ თუნდაც ყველაზე ღირებულს არ ვატკინო როგორი შვილი ან საყვარელი ადამიანია, კაი სამსახურს გაიჯახუნებ კარებს და წახვალ, მაგრამ რამდენი სამსახურს გამოიცლია კიდე. მაგრამ სამსახურიდან კარების გაჯახუნება ასე მარტივი არ არის, ადამიანების დიდი ნაწილი თავის ცხოვრების დიდი ნაწილი სამსახურში ატარებს. და ერთ ფეროვნებაში თუ არ შექმენი შენთვის რაღაცა სასიხარულო და რაღაცა არ გამოიძებნე და ცხოვრება არ გაილამაზია თუ გაიხალისე, ისე შემოგეპარება. სხვათა შორის მე მგონია რომ ეს ძალიან დიდი ნიჭია, როცა ადამიანს შეუძლია რომ თავისთვის გამოიგონოს რაღაც სასიხარულო თავგადასავლები, ბედნიერების შეგრძნებასაც დასწავლა ჭირდება, კი ბატონო, და აქ ამჟამად ყოფნაც, იმიტომ რომ ადამიანები უამრავ ენერგიას ხარჯავდნენ წარსულზე ფიქრით და რომლებსაც ნამდვილად აკლიათ ბედნიერების ჰორმონი. მომავალზე ფიქრით და დღეს რომ თუნდაც აი ხა დღეს რომ მე გავიღვიძე და ვარ და რა ვიცი რომ წამოხტი და შემიძლია ანუ და თავისუფლად გადაადგილება ამას დიდი ბედნიერება არაფერი არის და შენს გარშემო ყველა რო კარგად არის და ცოცხალია ამიტომ ყველაფერს ჭირდება შეგრძნება და საკუთარ თავზე მუშაობით შემოგვიძლია დროც შეუძლიან ადამიანები და კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა სექსოლოგიის და ფსიქოლოგიის ცენტრი 4 და 8 თანამშრომელი ნინო ოქრომჭედლიშვილი კომუნიკაციური უნარების ტრენერი და კრიზისში მყოფ ინდივიდთან და ოჯახთან ინდივიდუალური მიდგომის ფსიქოკონსულტანტი იყო დღეს ჩვენი სტუმარი და მართლა ძალიან საინტერესო ყოველდღე არ საუბრობენ მოდი ვთქვათ ამ თემებზე ეთერებში და მართლა განსხვავებული და განსაკუთრებული გადაცემა გამოგვივიდა ქალბატონო ნინო. დიახ ბატონო ათარ.
კარგი, დავემშვიდობოთ ჩვენს სტუმარს, დიდი მადლობა მადლობა მოწვევისთვის. აუცილებლად დაგვატიჟებთ კიდე, აუცილებლად, იმიტომ რომ ეს თემა იმდენად ამოუწურავია და იმდენ ამაზე შეიძლება კიდე საუბარი, რომ შეკითხვები ახლა ნელ-ნელა მოდის კიდე. შეკითხვები, ასე რომ გელოდებით ჩვენ კი ერთი კვირით დაგემშვიდობებით. ბედნიერი კვირა ნახვამდის.